რაც შეეხება მოდი პირდაპირ დავიწყოთ კავშირებით, ხო? ანუ აზარაშვილის გარეშე ეს კორუფციული სქემა ვერ დაალაგდებოდა ფიზიკურად. იმიტომ რომ საბოლოო ხელის მომწერი ყველაფერზე და საბოლოო თანხმობის მიმცემი ფულის გადარიცხვაზე არის აზარაშვილი. ანუ აზარაშვილის გარეშე ეს სქემა ვერ დაალაგდებოდა. გამომდინარე აქედან ნორმალური გამოძიების პირობებში რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე დღეში უნდა ველოდოთ ზურაბ აზარაშვილის დაკავებასაც. იმიტომ რომ ესეთი მილიონიანი კორუფციული სქემა მინისტრის გარეშე ვერ ლაგდება. ნახეთ, ღუდუშაური ვერ იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღები. მას შეიძლებოდა შეექმნა სიტუაცია, დოკუმენტაცია მოემზადებინა, დეპარტამენტებისთვის დავალება მიეცა, მაგრამ ის რომ საბოლოოდ თანხის გადახდასთან, როდესაც მიდგებოდა უკვე ჯერი, ამ შემთხვევაში უკვე აზარაშვილი იქნებოდა ის მთავარი ფიგურა, რომელიც თანხმობას გასცემდა. ანუ აზარაშვილის თანხმობით მოხდა სესხის აღებაც, ხო? ანუ სესხის აღებაზე თანხმობა მისცა საქართველოს მთავრობამ, ანუ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და შემდეგ უკვე ხელის მოწერები და ყველაფერი განახორციელა უკვე აზარაშვილმა, იმიტომ რომ აზარაშვილი არის მინისტრი და ის იღებდა გადაწყვეტილებებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ნათელი რო იყოს, რა მოიპარეს ამ ადამიანებმა. აი სასწრაფომ რო სახში დაიგვიანა დროულად არ მოვიდა და შემდეგ პაციენტი დამძიმდა, რეგიონებიდან როდესაც ცუდად მყოფი ადამიანი ვერ გადმოყავთ და იღუპება, ეს ყველაფერი არის აზარაშვილის და ღუდუშაურის ბრალი, იმიტომ რომ მანქანები არ შეისყიდეს, ანუ სასწრაფო სამედიცინო მანქანებს ეხება, ფული ისესხეს, ანუ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ფული მისცეს, რომ ამისთვის შეეძინათ სასწრაფო სამედიცინო მანქანები, რომ მოსახლეობას დახმარებოდნენ. ეს მანქანები შეიძლება გადაკეთებული იყო მე, ანუ რეანიმობილებად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ მოსახლეობისთვის საჭირო სამედიცინო მანქანები იყო და ამ ნასესხები ფულიდან 2 მილიონი ფული მოიპარეს. ანუ ბოლომდეც ვერ მოხდა ამ მანქანების შესყიდვა. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვებს პარავენ ფულს, ანუ მათი ფულის მოპარვა უკვე გამდიდრება, ან ფულს იპარავენ ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზეც. ანუ ადამიანები იღუპებოდნენ, იმიტომ რომ არ იყო რეანიმობილი დროულად, სასწრაფო არ მოვიდა, იმიტომ რომ რაოდენობა არ იყო ამ მანქანების. არ ყოფნის ეს რაოდენობა არც თბილის, არც საქართველოს რა რაოდენობაც არის. ფული მოგცეს, რომ წავსულიყავი და გვეყიდა ეს მანქანები და საქართველოს მოსახლეობა დაცული ყოფილიყო ამ მხრივ, რომ დროულად კლინიკაში გადაიყვანდნენ და ამ ადამიანებმა ფული მოიპარეს და მანქანები ვერ იყიდეს. ანუ აი ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა ჩაიდინო შენი ერის წინაშე, როდესაც ფულს პარავ და ამ ადამიანებს არაძლევ მკურნალობა, ანუ გადარჩენის საშუალება არ მისცა ღუდუშაურმა. ანუ ეხლა ის მოპარული ფული, რომელიც ამათმა წაიღეს, ანუ ნასესხები ფული არის და ამ ფულის პროცენტებს ვიხდით, ეხლა უნდა გადავიხადოთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, იმიტომ რომ გამდიდრდა ქართული ოცნების ერთი ან რომელიმე ორი ჩინოვნიკი. ჩვენ ჩავხედოთ ღუდუშაურის დეკლარაციას და ვნახავთ ეს ადამიანი რამხელა კოლოსალურ ქონებას ფლობს და ეს ქონებები ესე მარტივად ვერ გროვდება და ამ ქონებას ჭირდება დასაბუთება, საიდან დააგროვა ამ ადამიანმა ამ ხელა ქონება. ამას ემატება ის, რომ რაღაცა ღუდუშაურების ოჯახმა გაგძარცვა პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? ერთი ძმა თავდაცვის სამინისტროდან იპარავდა ფულს, მეორე ძმა იპარავდა ჯანდაცვის სამინისტროდან ფულს. ამის გარდა ღუდუშაურის მუშაობის პერიოდში არის, როდესაც აშენდა დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსები და ესეც შესამოწმებელი არის. ანუ ღუდუშაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიდან იპარავდა ფულს და 350 მილიონიანი მშენებლობა დაიწყეს და იქიდან ფული არ არის მოპარული. ასევე შესყიდვები არის გაკეთებული სამედიცინო აპარატურით. და ამ სამედიცინო აპარატურაზე ერთი ძმა ფულს იპარავდა, რომელიც დადასტურებული არის და მეორე ძმასაც იგივე სამედიცინო აპარატურა აქვს ძალიან ბევრი შესყიდული. ასე რომ ეს იყო რაღაცა კლანი, ჯგუფი, რომელიც ფულს იპარავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ქართული ოცნების პარტიიდან ქონდა ამ ადამიანებს მხარდაჭერა. იმიტომ რომ ეს ადამიანები თანამდებობაზე დანიშნა ქართულმა ოცნებამ, ეს ადამიანები თანამდებობაზე დანიშნის დროს, როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ ესენი არიან კორუმპირებულები, ქართული ოცნება პარტია იცავდა, პარტია ამაში შავ ფულს ხარჯავდა, იმიტომ რომ გაეშავებინა ოპოზიციური პარტიის წევრები, გამომძიებელი ჟურნალისტები, რომ ამ ადამიანებს ასე ვთქვათ, ესენი იყვნენ ყველაზე სუფთა ადამიანები, რომლებსაც კი უმუშავიათ ამ თანამდებობაზე და სინამდვილეში რამდენიმე წელში თვითონ ქართულ ოცნებას მოუწია ეხა იმის დადასტურება, რომ ეს ადამიანები იყვნენ. თუმცა აქ არის შემდეგი ჩნდება კითხვა. ჩვენ ეხლა ადვოკატის მიერ ნათქვამიდან
მან კიდევ ერთხელ გადასტურდა, რომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო გამოძიება და საქმე ეხება 2022 წელს ჩატარებულ ტენდერებს. თუ კი საუბრობთ იმ 2022 წელს 2026 წელია ბესო, რატომ დადგა ახლა ღუდუშაურის დაკავების საჭიროება და აზარაშვილზე გასვლაზე როდესაც საუბრობთ, აზარაშვილი არ ყოფილა ღუდუშაური აზარაშვილის მოადგილე არ ყოფილა, მხოლოდ ის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მათ საერთო ბიზნესი დაიწყეს, ხო? ახლა მთავარი კითხვა, დაადებს თუ არა ხელს ილია ღუდუშაური აზარაშვილს? ადვოკატმა გააკეთა ძალიან ესეთი საგანგაშო განცხადება, რომ ილია ღუდუშაური გადაწყვეტს ითანამშრომლოს თუ არა გამოძიებასთან. ანუ ილია ღუდუშაურმა ეხლა უნდა გადაწყვიტოს, ჩაუშვებს თუ არა თავის თანამზრახველებს. ამის საფუძველს იძლევა ადვოკატის ეს განცხადება, ჯერ არ გადაუწყვეტია, ჯერ არ გადაუწყვეტია, ანუ რას უნდა წყვეტს, თანამდებობის პირი ეხლა წყვეტს, რომ ითანამშრომლოს თუ არა გამოძიებასთან. ანუ კანონმდებლობით ითანამშრომლოს თუ არა, ანუ სქემა გახსნას თუ არა, მის გარდა ვინ იპარავდა, ანუ ეს ადამიანები რომ დაასახელოს, ეხლა გადაწყვეტს, რომ გამოიყენებს დუმილის უფლებას, აიღებს ყველაფერს თავის თავზე და ის ადამიანები, რომელიც მის გარშემო ფულს აკეთებდნენ, მათ დაავალდებულებს, რომ სანამ ეს ადამიანი იქნება ციხეში, ეს ადამიანი შეინახონ და ასევე მისი ოჯახი და შეინარჩუნოს ის ფული, რა ფულიც იშოვა და დაანაწილა მის, ასე ვთქვათ, ამ წრეში, რომელიც წრეც შოულობდა ფულს. ანუ მარტო ღუდუშაური ხო არ შოულობდა ამ ფულს. ამ ფულს რო შოულობდა, სადღაც ხო აბანდებდა ეს ადამიანი, ანუ რაღაცა ბიზნეს ხო აკეთებდა იმის იქით და არ უნდა რომ გახსნას ეს სქემა. და ეხლა ადვოკატი გვიმტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდი ეხლა გადაწყვეტს, რომ სქემა გახსნას თუ არ გახსნას. კი არ უნდა გახსნას. ყველა ადამიანი უნდა უცნობია რა დევს მტკიცებულებად მის საქმეში, ვიცით, მხოლოდ ის, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოკითხულია და გუშინ დაკითხვას ჰყავდათ GT Group-ის დირექტორი. ხო, ნახეთ, პირველი რა ჩვენებაც იქნებოდა და იქნება ამ საქმეში, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება GT Group-ის ხელმძღვანელობის ჩვენება და ფაქტობრივად მათი მხრიდან იქნებოდა, ანუ მათი ჩვენების საფუძველზე მოხდება კიდე ამ ადამიანების დაკავება, იმიტომ რომ GT Group-ი ამ საქმეში, ანუ ნახეთ, 2 მილიონ ფულს ვერ მოიპარავ თუ კომპანია არ არის შენთან გარიგებაში შემოსული. ანუ კომპანიას თუ ამან მოარგო ტენდერი, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია დათანხმდა მორგებულ ტენდერში მონაწილეობას. და კომპანია თუ დათანხმდა ტენდერში მონაწილეობას, ესე იგი ფული ჩაირიცხა კომპანიას და შემდეგ მათმა ქეშით, აი როგორც სოლე მარტის ზუსტად ეგ გამახსენდა ჯოან შერბურჭულაძის кейსის და ტუკვაძის ამბავი, ზუსტად იგივე кейსი იყო. 2 მილიონი როგორ მოიპარა, ანუ ტენდერში დადგენილი თანხით 2 მილიონით ნაკლები ჩაურიცხა, ანუ ეს ხო ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ესე ფულს ვერ გამოიტან. ფული უნდა ჩაურიცხოს კომპანიას, სქემა ესე მუშაობს, ფული უნდა ჩაურიცხოს კომპანიამ და შემდეგ კომპანიამ უნდა მისცეს ეს ფული ეგრეთ წოდებული ნაღდი ფულის სახით, ეგრეთ წოდებული cash-ს, რასაც ვეძახდით, ხო? გამოდის, რომ ეს კომპანია, რომელი კომპანიას მონაწილეობდა ტენდერში, ნებსით უნებლიეთ ჩართული არის ამ საქმეში და ეხლა კომპანიამ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ამ გარიგებაში ნებით გაურიგდნენ, დააშინეს და ისე გამოართვეს ეს ფული და უკან მოატანინეს, ანუ კომპანიამ სიცხადე უნდა შეიტანოს. სხვა შემთხვევაში, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ეხლა ერთი და იგივე დონეზე იქნება ღუდუშაურიც და ამ კომპანიის დირექტორიც. იმიტომ რომ ორივემ ერთმანეთთან გარიგებით. თქვენ ამბობთ, რომ ღუდუშაურის დასაკავებლად სჭირდება GT Group-ის დირექტორი და აზარაშვილის დასაკავებლად სჭირდება ღუდუშაური. რატომ პასუხისმგებლობა მხოლოდ თუ კი საკუთარ თავზე აიღებს აზარაშვილზე მხოლოდ პოლიტიკური მოვა, თუ კი მას ხელს არ დაადებენ? რა თქმა უნდა, თუ ღუდუშაური, ასე ვთქვათ, ღუდუშაური გარიგდა მის და როგორც ანუ ამისკენ მიდის საქმე, როგორც ჩანს, როგორც მისი ადვოკატი საუბრობს, ანუ ღუდუშაურმა თუ გადაწყვიტა, რომ თვითონ აკეთებდა ყველაფერს, თვითონ გაურიგდა ამ კომპანიას, თვითონ აიღო ეს ფული, ანუ ყველაფერი თავის თავზე დაიბრალა, მაშინ გამოდის, რომ აზარაშვილი იტყვის, რომ მე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, მინდობილი მქონდა ამ ადამიანზე, დელეგირებული მქონდა ეს უფლება, მას უნდა მოეწერა ხელი ყველაფერზე, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება აზარაშვილის. ეს იქნება ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, გარიგებული სქემა იქნება ესეც. უბრალოდ ნორმალურ საგამოძიებო პირობებში აზარაშვილისთვის მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის. ესე ჩვენ არ ვიცით უკვე გამოკითხეს თუ არა თავად აზარაშვილი საგამოძიებო უწყებაში. ხო, 3 ადამიანი
3 ადამიანი GT Group-ის მხრიდან, ანუ კომპანიის მხრიდან, ანუ GT Group-ი GT Motors-ი ახლა ესე დაზუსტებით ვერ ვიძახი, ანუ ის კომპანია, რომელმა კომპანიას უნდა მიაწოდოს სასწრაფო სამედიცინო მანქანები, ანუ მათ გარეშე გარიგება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, კომპანიამ უნდა მოყვეს თავიდან ბოლომდე, ანუ ღუდუშაური თუ არ ლაპარაკობს, კომპანიამ უნდა ილაპარაკოს, რა სქემებით მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და რატომ უნდა ილაპარაკოს, იცით? ეს არის კომპანია, რომელსაც მოქმედი ტენდერები აქვს უამრავი. აი ეხლა ამ წუთას ტენდერი აქვს მას მოგებული. აი ეხლა ამ წუთას ხო მოქმედი ტენდერები აქვს, ანუ აწვდის გარკვეულ საქონელს და მომსახურებას სახელმწიფოს. და ეს კომპანია თუ არ ილაპარაკებს და არ მოყვება სიმართლეს, მისი მონაწილეობა ყველა ტენდერში დგება ეჭვის ქვეშ და ისედაც ეჭვის ქვეშ არის, იმიტომ რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ და არიან კიდეც ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები. ანუ რა გამოდის, რომ გარიგებაში შედის სამთავრობო ასე ვთქვათ, მთავრობის ჩინოვნიკებთან ფულს იპარავენ ერთად, შემდეგ ეს მოპარული ფული მიაქვს ქართულ ოცნებაში, ანუ პარტიაში, ქართული ოცნება რეალურად ფინანსდება მოპარული ფულით. იმიტომ რომ ბიზნესი ჯიბიდან არ მოიღებს ფულს და არ მოგცემს. ნახეთ, გაურიგდა 2 მილიონი ნახეს მოგება, ეს 2 მილიონი გატყდა ჩინოვნიკებთან და რაღაცა გარკვეული ნაწილი კომპანიის ხელმძღვანელობიდან წავიდა ქართული ოცნების ბიუჯეტში. ანუ ფული მოგპარეს, ამ ფული დაფინანსდა სხვადასხვა ჩინოვნიკების გამდიდრება და დაფინანსდა ქართული ოცნების პარტიული ყულაბა. ანუ თუმცა ახლა საინტერესო დეტალია, როდესაც GT Group-ის დირექტორი საუბრობს, ის ამბობს, რომ მას დავა აქვს უკვე მეორე წელია ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმიტომ რომ სწორედ სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე, იმიტომ რომ მხოლოდ ნაწილი 100 ავტომობილიდან 54 ჩაიბარა და 5 მილიონის ავტომობილის ჩაბარებაზე უარი თქვაო და ასევე ადასტურებს, რომ ფინანსური სატენდერო დოკუმენტაცია საგამოძიებო სამსახურმა უკვე ამოიღო ამ კომპანიიდან. ხო, ნახეთ, კომპანიამ ნათელი უნდა მოფინოს, აი მაგიტომ თქვით, ანუ ყველაფერი სიმართლე უნდა ილაპარაკოს ახლა კომპანიამ. თუ კომპანია იძახის, რომ ესე იგი გამოდის მაშინ, აი ეხლა ამ წუთას რა განცხადებაც გაავრცელა, რა განცხადებაც არის გავრცელებული კომპანიის მხრიდან, მაშინ გამოდის მეორე სქემა, რომ კომპანია იძულების წესით კომპანიას მიატანინეს ეს ფული უკან, ხო, მაშინ კომპანიამ ეს უნდა თქვას, რომ თვითონ ნებით კი არ ჩაერთო ამ სქემაში. აიძულა ღუდუშაურმა, რომ ფული მიეტანა მისთვის და შემდეგ, როდესაც ან უფრო მეტი მოთხოვა, ან სქემაზე უარი უთხრა პირობითად კომპანიამ, მაშინ გაბრაზდა ღუდუშაური და ის დანარჩენი მანქანები აღარ ჩაიბარა, ანუ ჩაბარების პროცესში შეუქმნა ხელოვნური პრობლემები კომპანიას. ანუ მაშინ ამაზე უნდა ილაპარაკოს კომპანიამ, ანუ მათმა უნდა თქვან სიმართლე. ან ნებით ჩაებნენ ამ კორუფციულ სქემაში, ან კორუფციულ სქემაში არ ებმებოდნენ და ღუდუშაურმა სპეციალურად ხელოვნურად შეუქმნა პრობლემები ამ კომპანიას და ძალით მიატანინა ეს ფული, ანუ რაღაცა საშუალებით ფული ხო აიღო ღუდუშაურმა და წაიღო. ვსჯელობთ, იმიტომ რომ ის არის გამარჯვებული კომპანია და ტენდერში უბრალოდ არ ასახელებს თავად საგამოძიებო სამსახური. თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სწორედ მას დაუდო ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციით ვსაუბრობთ. საგამოძიებო სამსახური თუ გამოვა და კიდევ უფრო მეტ სიმართლეს მოყვება და კიდევ უფრო მეტ დეტალს გაასაჯაროვებს, იქნება ძალიან კარგი. ჩვენ საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციით ვსჯელობთ, რომ ეს არის ეს კონკრეტული კომპანია, იმიტომ რომ ტენდერში მონაწილე კომპანია არის, პირველ ტენდერშიც მონაწილეობდა, რომელიც შეწყვიტეს და მეორე ტენდერში მონაწილეობდა უკვე გამარჯვებული სახით, რომელ ტენდერშიც გაუფორმდა მას ხელშეკრულება. ამიტომ უნდა გამობრძანდეს ახლა ქართული ოცნების შემწირველი კომპანიის პატრონები და ხელმძღვანელები და დეტალურად მოყვნენ როგორ მოხდა ფულის გადაცემა. ნახეთ, საგამოძიებო სამსახური გვეუბნება, რომ 2 მილიონი ფული წაიღო. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ნასესხები ფულიდან, როდესაც კონტრაქტი გაფორმდა, ეს ფული ამ კომპანიის ანგარიშის გარდა ფიზიკურად პირველი გადარიცხვა ვერსად ვერ მოხდებოდა. ანუ ფიზიკურად ეს ფული უნდა მომხდარიყო ამ კომპანიის ანგარიშზე. ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიიდან წავიდა ჩინოვნიკის ჯიბეში? ამ კომპანიიდან წავიდა შემდეგ უკვე ჩინოვნიკის ჯიბეში ეს ფული. ამიტომ კომპანია ახლა ვალდებულია თქვას, როგორ მოხდა ამ ფულის გადაცემა. როგორ წავიდა ეს ფული? იძულებულები იყვნენ მიეცათ
იმიტომ რომ აქვს სახელმწიფოს ახლა იმის ბერკეტები ხელოვნურად შეიქმნას, ანუ მისი თანამდებობა ბოროტად გამოიყენოს, მისი უფლებები ბოროტად გამოიყენოს და კომპანია შეუქმნას ყველა ის პირობა, რომ კომპანია იძულებული გახდეს, ამას უშვებ, რომ კომპანია იძულებული გახდეს, რომ ფული მიიტანოს, იმიტომ რომ მერე შემდეგ დანარჩენ ტენდერებში მონაწილეობა მიაღებინოს, არ გააშაოს კომპანია და არ გააგდოს საერთოდ ტენდერიდან და ის შემთხვევა, რომელსაც ახლა კომპანია ასახელებს, რომ რაღაცა 5 მილიონის მანქანები აღარ ჩაიბარა. ანუ ხელოვნურად შეუქმნა მას ეს პრობლემა. აღარ ჩაიბარა, ანუ ბოლომდე, ან ბოლომდე ფული აღარ გადაუხადა. ანუ ბევრი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს. ეს ბერკეტები არის კანონიერი, ოღონდ ბოროტად თუ გამოიყენებ, ხო, ამ შემთხვევაში შეგიძლია კომპანია საერთოდ ისეთ მდგომარეობაში ჩაგდო, რომ გააკოტრო. ამიტომ მნიშვნელოვანი არის კომპანიის მიერ განმარტება, როგორ მოხდა ამ სქემის დალაგება. ნებით იყო თუ ეს იყო ძალდატანებით, ანუ ეს უნდა მოყვეს ამ კომპანიამ. სხვანაირად ეს კომპანიაც იქნება იმ სქემის ნაწილი და ეს კომპანიას ჩაითვლება კორუმპირებულ კომპანიად, თუ არ მოყვება სიმართლეს და არ იტყვის ფული როგორ მიიღო ღუდუშაურმა. ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რომ ეს ბიუჯეტის ფულია, მეორე ეს რომ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ნასესხები ფულია, რომელიც ისევ მოქალაქეების ჯიბიდან უნდა იქნას ამ სესხის გადახდა, თუმცა ინფორმაცია დეტალები საქმისა გულისხმობს სამართლებრივ დეტალებს მწირია, ამიტომაც ახლა ჩვენ ვსჯელობთ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აზარაშვილის როლზე მთელ სამ სქემაში, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით. შესაძლებელია რომ მინისტრს არ სცოდნოდა ასეთი გარიგებების შესახებ, რომელიც დგებოდა კომპანიასა და შესყიდვების დეპარტამენტის უფროს შორის, განსაკუთრებით თუ კი ეს პრობლემური ხელშეკრულება იყო და 46 ავტომობილი დანაკლისი ავტოპარკისთვის, სამედიცინო ავტოპარკისთვის საკმაოდ დიდია. არც მოიკითხავდა აზარაშვილი ამ ამბავს. გამორიცხულია მსგავსი რამ, იმიტომ რომ აზარაშვილსაც და მთავრობასაც ეს კონკრეტული შემთხვევა, რომ ყიდულობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს, აქვთ გაპიარებული. ანუ ამაზე საჯაროდ ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომ ყველა რეგიონში იქნება რეანიმობილი და სასწრაფო პრობლემა არ იქნება. ნახეთ, საჯარო სივრცეში შედით ინტერნეტში და ნახავთ, რას საუბრობდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და არა მარტო ამაზე, ანუ გაპიარებული აქვს, ნათქვამი აქვს ოფიციალურად და როგორ ფიქრობთ, ახლა დაახლოებით 29-30 მილიონიანი ხელშეკრულება ისე მოეწერა ხელი, ისე ჩატარდა ტენდერი, თან წარმოიდგინეთ საერთაშორისო ფულია და საერთაშორისო სტატუსით ჩატარებული ტენდერი არის და ეს არაფერი არ იცოდა აზარაშვილმა. ანუ მაშინ აქ კიდე გულგრილობა არის, ანუ შეიძლება სქემაში ჩართული არ იყოს, სარგებელი არ მიიღო, მაგრამ გულგრილობის მუხლიც არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში. ანუ მაშინ რისი მინისტრი იყო, ანუ მხოლოდ ხელფასს იღებდა აზარაშვილი და მეც არაფერს, ანუ რო არ, ანუ მისი დაქვემდებარებული სტრუქტურიდან მოადგილე 29 მილიონიდან 2 მილიონ ფულს იპარავს და ამის შესახებ მინისტრი ვერაფერს ვერ იგებს. ანუ ამ სამსახურს ყავს აუდიტის, ანუ სპეციალური სამსახური ყავს დეპარტამენტი, რომელიც ამოწმებს შესყიდვებს. თან მით უმეტეს ეს სიპი, რომელიც არის კონკრეტულად გადაუდებელი კოორდინაციის სააგენტო არის, ანუ ცალკე გატანილი არის. ამის გადაცემა ან მიღება ამ ავტომობილების, ხო, ანუ ბალანსზე აყვანა, ანუ რამდენიმე დეპარტამენტი მუშაობს და როგორ შეიძლება რომ ეს ისე გააკეთოს ერთმა ღუდუშაურმა, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს, ვერც უსმა, ვერც ადგილობრივ კორუფციასთან ბრძოლა, ამას გეკითხებით, იმიტომ რომ დიდწლიანი ბევრი დრო არის 22-დან 26 წლამდე საეჭვო ტენდერის, განსაკუთრებით თუ ერთი წლის წინ სასამართლოში შევიდა საქმე და გაპრობლემურებული იყო. კორუფციასთან ბრძოლა თუ ღარიბაშვილის გარემოცვის კიდევ ერთ ადამიანზე გასვლა იმისთვის, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ნახეთ, ეს კორუფციასთან ბრძოლა ხო ორ ნაწილად არის გასაყოფი იდეაში. ეს არის პირველი ის, რომ პოლიტიკური ნაწილი არის და მეორე ეს არის, რომ ნამდვილად რო ჩადენილი აქვს ეს კორუფციული გარიგება და ფული მოპარული აქვს. პოლიტიკური ნაწილი არის, რომ 2022 წელს და 2023 წელს რომ იყო შესაძლებელი ამის გამოძიება და არ გამოიძიეს, იმიტომ რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და აზარაშვილი მინისტრი იყო და მაშინ ყობახიძე და მდინარაძე ტაშულკრავდნენ და ირჩევდნენ პარლამენტში ამ ადამიანებს და მხარს უჭერდნენ, მაშინ არ გამოიძიეს. იმიტომ არ გამოიძიეს, რომ მათი ბოსის ივანიშვილის პოლიტიკური ნება არისო ღარიბაშვილის დაჭერა და ეხლა ღარიბაშვილის დაჭერა არის პოლიტიკური ნება. შესაბამისად, მისი გარემოცვა თუ კი ვინმე სარგებლობდა ღარიბაშვილის, ასე ვთქვათ, დაკრიშვით
და ღარიბაშვილმა აშოვნინა ფული მისი პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა სულ ყველას ერთ ქვაბში მოაქცევენ და ყველას დაიჭერენ, თუ კი ვინმე დასაჭერია, იმიტომ რომ ღარიბაშვილი იყო მთავარი, ანუ ღარიბაშვილი დაიჭირეს და ეხლა ღარიბაშვილის გარდა იბიძინა ივანიშვილისთვის ღუდუშაური ვაფშე არაფერს არ წარმოადგენს საერთოდ. იმიტომ რომ შეიძლება არც იცის ღუდუშაურის არსებობის შესახებ. ალბათ აზარაშვილის არსებობის შესახებ იცის გადის კადრები, როდესაც ღარიბაშვილმა და აზარაშვილმა ერთდროულად რო დანიშნეს აზარაშვილი ანუ მისი დანიშნა ხო რატო იყო მრავალშვილიანი მამის გარდა კიდევ იყო რომ ექიმების ოჯახიდან არის და აი ეს აი როგორ მოექცა სამედიცინო სფეროს და სამედიცინო მანქანები მოიპარეს ხალხო ანუ პირდაპირ მუშაობ ფული რომ მოიპარეს პარალელურად მანქანა მოიპარეს ხო ანუ იმ ფულით მანქანა უნდა ეყიდა და ეს უნდა მოხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს მაგრამ სამწუხაროდ არის ის რაც არის და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში